თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წელს პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჟანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევას კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. სასამართლო პროცესს ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრების გარდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ 17 აპრილს გამოაცხადებს. სწორედ ამ დღეს ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე თეა ლეონიძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვეს, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი წესრიგი. იმისთვის, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილო, უნდა არსებობდეს კანონიერი მოთხოვნა. საზოგადოებრივი წესრიგის ნაცვლად არსებობდა სპეციალურად მომზადებელი საწამებელი მორულებიანი ოთახები, ბანკანების სახით, არსებობს 500 ნაწამები ადამიანი, არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც უკანონოდ იქნა დაბატიმრებული, საზოგადოებრივი წესრიგი ეს არ არის. პოლიციელი, რომელიც აგინებს აქციის მონაწილეს იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა პირს, მოქალაქეს დედას, ემუქრება გაუპატიურებით, ემუქრება უკანონო დაკავებით, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, არ არის კანონიერი მოთხოვნა. ამდენად მარტივად არის საქმე, როდესაც ჩვენ ვითხოვდით კონტექსტის შეფასებას ვითხოვდით სამართლებრივი წარმოების მიზნებისთვის და არა პოლიტიკური რაღაც განცხადების ან შეფასების მიზნებისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს. მჯავრდებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. გალუსტაშვილმა მათ მიმართ წაყენებული ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მჯავრდებულებს ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. პროკურატურა კი მჯავრდებულების დამნაშავე ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, რომელიც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.